გამარჯობათ მეგობრებო, იმედია კარგად ხართ. დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ We wish you Merry Christmas, იმიტომ რომ მოდის ახალი წელი. არ დაგავიწყოთ ჩვენი არხის გამოწერა, კომენტარის გაკეთება, მოწონება, გაზიარება, ვიაქტიუროთ მეგობრებო, იმიტომ რომ ეს მეხმარება არხის განვითარებაში. ასევე შეგახსენებთ, რომ მე შეგხვდით, რომ პერიოდულად დავდებდი ჩემს მიერ შესრულებულ ნაწარმოებებს და რომელი ნაწარმოებიც დაიმსახურებდა მეტ მოწონებას, ანუ მეტ გაზიარებას და კომენტარს, რომელიც ირგვლივაც იქნებოდა მეტი აქტიურობა, შემდეგ იმ ნაწარმოებებს გავარჩევდით, იმიტომ რომ ეს ნაწარმოებები არის უკვე რთული, არის გრძელი და ამიტომ არ მინდა ჩემი რესურსი დავკარგო ისეთ ნაწარმოებებზე, რომელიც თქვენ არ გაინტერესებთ. მაგრამ მოკლე ნაწარმოებებს რაც შეეხება და ესე რაც არის დამწყებებისთვის, ამას ასევე პერიოდულად ჩავწერ პირდაპირ აგიხსნით ხოლმე და შემოგთავაზებთ. მაშინ ასე დავიწყოთ We wish you Merry Christmas. შედგება რამდენიმე ნაწილისგან ნაწარმოები. ტემპი არის ალეგრეტო, საკმაოდ ისეთი სწრაფი ტემპი, ძალიან ჩქარიც არა, მაგრამ საკმაოდ ცოცხლად უნდა დაიკრას, ხო? 3/4 არის თვლა, გასაღებში აქვს სი ბემოლი. მაშინ მოდით გავარჩიოთ ახლა ჩვენ პირველი მუსიკალური ფრაზა. პირველი და მეორე პრაქტიკულად ერთნაირია, არის უბრალოდ შემოდის იქ ხან მარჯვენა ხელში, ხან მარცხენა ხელში მეორე ხმაც ასევე. დანარჩენი პრაქტიკულად იდენტური არის. გარე ტაქტით იწყება. ესე იგი 3, ესე დავიწყებთ 3 1 2 3 1 2 3 1 2 3 1 2 3 1 2 3 1 2 3 1 2 3 1 2 3 ეს უბრალოდ ესე დაგიკარით, რომ ნახოთ როგორი სტილია, რა ტემპში უნდა დაუკრათ მზა ნაწარმოები. ეხლა რა თქმა უნდა, ნელა-ნელა ამას ყველაფერს აგიხსნით. მაშინ ასე ვასახელებ ნოტებს, მოდით ტაქტების მიხედვით. გარე ტაქტი 3, შემდეგ დო, ხო? შემდეგ ფა, ფამი, ფამი, რე, რე, რე და ნახეთ, აი პირველ რეს აქვს მეორე ხმა სი ბემოლი. მცირე ოქტავის. შემდეგ რე სოლ, ნახეთ. სოლ, სოლა, სოლ, ფა, მი, დო, დო. და აგრეთვე ნახეთ, აი ამ სოლ, სოლა, სოლ, ფა, მი, დო, დო. ხო, აი ამ პირველ სოლს დაყვება მეორე ხმა რე. 1 2 3 1 მისაც მოყვება დო. 1 2 3. შემდეგ ნახეთ, ლა, ლა, სი, ლა, სოლ, ესე იგი სის სადაც ვამბობ, იქ არის სი ბემოლი, იმიტომ რომ გასაღებში აქვს სი ბემოლი, საერთოდ როდესაც იმღერება ლა, აი ნახეთ, ლა, ლა, სი, ლა, სოლ, ანუ ლა, ლა, სი ბემოლი, ესე არ ვამბობთ, ან ფაძიეს, იმიტომ რომ დრო სჭირდება, ხო, ამას და მღერის დროს ატერაციის ნიშნები არ ითქმის, მაგრამ მღერით სი ბემოლს ვამბობთ სის და როდესაც უკვე სის ვამბობ აქ იგულისხმება სი ბემოლი, იმიტომ რომ გასაღებში უწერია, ესე იგი ლა, ლა, სი ბემოლ, აი ესე იგი მიხვდით, ხო, აი ამ სი ბემოლს მღერის დროს არ ვამბობ. ესე იგი ლა, ლა, სი ბემოლ, ლა, სოლ იქნება, ესე იგი. შემდეგ ფა, რე, დო, დო, რე, სოლ, მი, ასევე დო, ფა, ერთად 1 2 და 3 ისევ დო და იწყება იგივე მარჯვენა ხელს განმეორება. ნახეთ, ოღონდ აქ აღარ ახლავს ამ მარჯვენა ხელს, ახლა ის მეორე ხმები პირველ ბგერებზე. ფა, ფა, სოლ, ფა, მი, რე, 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 სოლ, სოლა, სოლ, ფა, მი, დო, დო, ლა, ლა, სი, ლა, სოლ, ფა, რე, დო, დო, რე, სოლ, მი, დო და ფა ერთად დო. ესე იგი 1 2 3. აქ ესე იგი აი ორი ბგერა სადაც ნახეთ, დო და ფა მარკატო არის, ანუ უნდა გამოვხოთ ვიცით ეს. პრინციპში აქ არაფერი არ არის ისეთი, რაც ჩვენ არ გაგვივლია. ეხლა მოდით აქამდე ვისწავლოთ ჯერ და იმიტომ რომ შემდეგ ცოტა თემა იცვლება. და ასევე ნელ-ნელა რთულდება მარცხენა ხელი და შემდეგ ნაწილებში მელოდია გადადის მარცხენა ხელში.
ეხლა ჯერჯერობთ მელოდია მარჯვენა ხელში, შემდეგ ნახავთ თქვენ ბოლომდე, როდესაც გავივლით, რომ მელოდია გადავა მარცხენა ხელში, შემდეგ გადმოვა ისევ მარჯვენა ხელში. მოკლედ, ესე იგი საკმაოდ, ესეთი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული არ არის, საკმაოდ მუსიკალურად საინტერესო ნაწარმოებია, იმიტომ რომ არის მარჯვენა და მარცხენა ხელის კარგი სავარჯიშო. კარგით, მაშინ ასე, ეხლა მარცხენა ხელს რაც შეეხება. პირველი ტაქტი არის პაუზა, ანუ მარჯვენა ხელი იწყებს დაკვრას, შემდეგ მოდის ისეთი აკორდი. მცირე ოქტავაში ვართ, ფა, ლა, დო. 1 2 3 მარკატოზია. შემდეგ სი ბემოლ 1 2 3 პაუზა, შემდეგ სი ბეკარ 1 2 3, შემდეგ დო ნახეთ, ნელ-ნელა ჩამოუყვებით. უпростоრად ზევით ამოვდივართ, ხო? დო 1 2 3, დო ძიეს 1 2 3, შემდეგ რე 1 2 3-ზე დო ბეკარ. შემდეგ სი ბემოლ ისევ 1 2 3 და ნახეთ ფა ფა. 1 2 3-ზე პაუზა. ეს არის პირველი ნაწილის მარცხენა ხელი და მოდით შეგიერთებთ და გაჩვენებთ. ნახეთ, აი ვეცდები რომ ნელა დავუკრავ. 3 ასეთნაირად იქნება, როდესაც შევაერთებთ ორივე ხელს. ეხლა მოდით ვნახოთ მეორდება მარჯვენა ხელში იგივე, როგორც თქვით, იმ განსხვავებით, რომ არა ახლავს მეორე ხმა, ქვედაბგერები და ეხლა ვნახოთ მარცხენა ხელით პირიქით. აი, ეხლა მარცხენა ხელში შემოდის მეორე ხმაც, ნახეთ? ესე იგი, ვართ დიდ და მცირე ოქტავაში, ვძირთებთ მარცხენა ხელში, ნახეთ? ფა 1, შემდეგ არის 2-3-ზე დო და ფა. ესე იგი, დიდი ოქტავის ფა 1 და შემდეგ პატარა ოქტავის ფა, ხო? 2 3 დო ფა ერთად. 1 2 3. და სტაკატოები აქვს, ხო? შემდეგ ნახეთ სი ბემოლ რე ფა. 1 2 3 ერთად, შემდეგ სი ბეკარ რე ფა. 1 2 3, შემდეგ დო მი სოლ 1 2 3, შემდეგ დო ძიეზი, ნახეთ? 1 2 3 და შემდეგ არის ესეთი აკორდები. რე ფა ლა, ნახეთ, მცირე ოქტავაში 1 2 და ეხლა 3-ზე არის, ეს ლა რჩება და სტაკატოც აქთან. მი ბემოლი და დო 3. ესე იგი ნახეთ როგორ იქნება 1 2 3, ხო? შემდეგ სი ბემოლ 1 2 და 3-ზე არის დო მი სოლ 3 და მარკატოთი ფა. 1 2 3 პაუზა. ეს იქნება აი ამ მეორე ნაწილის მარცხენა ხელი. მოდით შევაერთოთ. აქამდე მოვედით, ხო? ეხლა შემდეგი ნაწილიც ვისწავლოთ, მე მგონი არ გამოგვივა დიდი ვიდეო. რა ხდა მარჯვენა ხელში? მარჯვენა ხელში არის დო ფა. 1 2 3, შემდეგ დო მი 1 2 3. ეხლა მოდით მეხუთე მესამე თითით დავიწყოთ და გავაკეთოთ ესეთ, ნახეთ? 1 2 3. ანუ მეხუთე მესამე, მეორე მეოთხე და შემდეგ გავიღოთ პირველი მესამე თითი, იმიტომ რომ პირველი და მეორეთი უნდა ავიღოთ აი ეს. ეხლა ვნახოთ ნოტები, ნახეთ? ესე იგი, დო, ეხლა დო ფა ერთად. 1 2 3, დო მი 1 2 3. ეხლა ნახეთ მეხუთე მესამეთი. ფა რე 1, შემდეგ მეორე მეოთხეთი 2, ეს არის დო მი, რე და სი ბემოლი არის პირველი მესამეთი. და შემდეგ პირველი და მეორეთი არის სოლ მცირე ოქტავის და დო. 1 2 3 პირველი ოქტავის სოლ გავაკეთოთ მეხუთე თითით. აი, ვაკეთებ კიდე, ნახეთ.
გავხსნათ. ჩვენ მოვედით აქამდე, ნახეთ. 1 2 3. ეხლა მოვდის ლა, სოლ, ფა, მეორე ოქტავის დო, 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 პირველი ოქტავის დოები. შემდეგ ისე პირველ ოქტავაში ვართ, შემოუვაროთ, ისე ნახეთ. რე, სოლ, მი და ისევ დო და ფა. 1 2 3. ეხლა ნახოთ რა ხდება მარცხენა ხელში. მარცხენა ხელი აქ არის ადვილი. ესე იგი ფა, მცირე ოქტავის 1 2 3, დო მცირე ოქტავის მარკატოები ვიცით ხედავთ 1 2 3, ეხლა სი ბემოლები 1 2 3, ეხლა დო 1 2 3 პაუზა. ისევ, ნახეთ 1 2 3 ფა, მერე ლა 1 2 3 დიდი ოქტავის სი ბემოლი 1 2 დო 3 1 2 ფა 3 დოა. მოდით შევაერთოთ ეს ნაწილიც. დავიწყებ მე მესამე ხაზის 1 2 3 მეოთხე ტაქტის არასრული, ანუ 1 2 ხო აი 3. ნახეთ, ეხლა ეს პიანოზე იკვრება. 1 2 3 1 2 3 1 2 3 1 2 3 1 2 3 1 2 3 1 2 3 მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო, გაგრძელება იქნება